Ჟანერმა მიხდარი უბრალოდ აიღებს. არ არსებობს. ქუში. არ გადავწო. ძალიან ვიწვალებთ მე მგონი. არ გაშიდებ, მაგრამ წაგართმევს არ გამაზო. მე მეგონი ერთადერთია ეგაც ვიცოდი. ორი იცი? არც ერთი არ იქნება მაგორიდან. ჯონი ჯანელიძე იმ კლუბის მწვრთნელი იყო. ესეთი ამე ყოფილა? მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის ფინალი იწყება ბეტსონ სპორტზე. ორივე მოთამაშემ ერთმანეთის პირისპირ გაიარა უკვე მერამდენედ ურთულესი გზა ფინალამდე მოსასვლელად. ზოგი თამაში სრული დომინაციით მოიგეს, ზოგში ერთ წამში იყვნენ წაგებასთან და მაინც თავი გადაირჩინეს და უკვე მერამდენედ ერთმანეთის პირისპირ ფინალში არიან ტატო ბაციკაძე და ალექსანდრე გაბრიჩიძე. უკვე მეორედ. ხო. ფინალში მეორედ ურთიერთშეხვედრებით მესამე თამაშია. ჯამში ასეთი სტატისტიკა გაქვთ ჯერჯერობით. ერთ-ერთი. მოქმედი ჩემპიონი წარსული ჩემპიონი სინა. დავიწყეთ თან ეს ისე როგორც წინა სეზონი, ეს სეზონიც დავიწყეთ შესარჩევში შერჩევით. მე მგონი ძალიან კარგი მონაწილეები შევარჩიეთ წელსაც, იმიტომ რომ რამდენიმემ ძალიან მაგრა ითამაშა. ჩვენ კავზე გამოვცადეთ. კი, ყველაზე ახლოს აგებასთან. კი, ყველაზე ახლოს აგებასთან მეც ილიასთან ვიყავი და ტოტო ჩავასთან, არჩილ ტოტო ჩავასთან იყო გაბრო. ასე იყო ნამდვილად. დღევანდელი თამაში კიდევ ერთი რამით არის განსაკუთრებული სხვა აქამდე ჩატარებული თამაშებისგან, რომ დღეს გულშემატკივრები გყავთ. ოღონდ ფიზიკურად აქ ისინი არ არიან, მათ მიეწოდებათ ჩვენგან live stream-ი და იქიდან გულშემატკივრობენ. მათ ხმას ვერ გაიგებთ, მაგრამ მათ ენერგეტიკას დარწმუნებული ვარ იგრძნობთ. მოგესალმებით მეგობრებო. გულშემატკივრები უკვე ტრიბუნებზე არიან. მატჩის დაწყებამდე დარჩა წამები. აი არ ვიცი, აქ თუ დაინახავთ, რაც ხდება, როგორც ხდება. ეს არის ჩვენი მთავარი ეკრანი. ვეცდებით ყველანაირად, რომ სასიამოვნო საღამო გამოვიყვანოთ. მთავარია, რომ მოთამაშეები იყვნენ განწყობაზე და ეს განწყობა მერე ჩვენზეც გადმოვიდეს. კარგი, თუ მზად ვართ, მოდი დავიწყოთ და აი ახლა ვიტყვი ისეთ რამეს, რომ ერთი სული მაქვს ხედავდე ამ წამს. ვინც ახლა გვიყურებს, რამდენი ადამიანი შემოკრავს ტაშს. ამისათვის. რაუნდი პირველი ჩამოთვალე, დაბრუნდა ჩამოთვალე. ისევ ბევრი თქვენგანის ჩვენი მაყურებლების და მხარდამჭერების თხოვნით პირველი რაუნდი დავაბრუნეთ ისევ ძველი ჩამოთვალე. დავიწყოთ. ჩამოთვალესთვის გვჭირდება 3 შეკითხვა და როგორც ვაკეთებდით ხოლმე, აი ამ აკვარიუმიდან ამოვიღებთ 3 ბურთულას. რადგანაც ყველა ბურთულა ერთნაირია, თითო თქვენ ამოიღეთ და ერთ მე ამოვიღებ. არ გახსნა ოღონდ. არა. აი, ჩვენი 3 შეკითხვა, რომელზეც მოგვიწევს თამაში. მარტივი პრინციპით. კი ვიცით, მაგრამ იქნებ დაგვავიწყდა წინა სეზონიდან გამომდინარე, 3 შეკითხვიდან 2 უნდა მოიგოთ, ან ზედიზედ 2. 4 სეზონის მერე ისე იქნება, რომ მე მარტო გაბროსთან მექნება წაგებული და გაბროს მარტო ჩემთან. ეგ უცვლელი დარჩება სტატისტიკის მოვალეობის. გამშვიდებთ, გახარებთ თუ პირიქით. კი, შემონულა. ჯობია. მირჩევნია ესე დარჩეს. შეკითხვა პირველი მეგობრებო. ვაუ! კარგი შეკითხვა. ცუდს ნიშნავს ხოლმე. ხო. გაიხსენეთ ჰოლანდიელები, რომლებსაც მილანის ფორმით გოლი აქვთ გატანილი. ოკეი. ვინ დაიწყებს? მარკო ვან ბასტენი. რატომღაც რუდ ყველაზე მეტი გოლით, 125 გოლით. შენ დაასახელე რუდ გულიტი. რა თქმა უნდა 56 გოლით. 3 შეცდომის უფლება გაქვთ შეგახსენებთ. ფრანკ რაიკარტს გოლი რა თქმა უნდა აქვს 26. მე გეტყვით ხოლმე რაოდენობას. შენი ჯერია გაბრო. რთული იცის და დახარჯვა არ უნდა. ეგრეა. კლუვერტი იყოს. კლუვერტი იყოს. სულ რაღაც 9 გოლი აქვს გატანილი. აზიან ჰუნტელარ. ჰუნტელარ 7 გოლი აქვს გატანილი. დიახ. მარკ ვან ბომელი. ვან ბომელი პირველი სტრაიკი. გოლი არ აქვს გატანილი. ვა. მეც მეგონა რომ იქნებოდა გატანილი. ვა. არ ქონია. ვა. და ნაიჯელ დე იონგი.
ნაიჯელ დე იონგს 7 გოლი აქვს გატანილი, სწორი პასუხი. ტიჯანი რეინდერსი. ტიჯანი რეინდერს 19 გოლი აქვს გატანილი, კარგია. ჯერჯერობით 1 სტრაიკი 0-ის წინააღმდეგ. კაი იყოს დეპაი. გათანაბრდა. ვაიმე ზედორფს აქამდე სად იყავ? უი ხო, ზედორფი. ინახავდი? თუ ეხლა გაგასწრაფე. მეორე ადგილზეა ამბასტელის მერე 62 გოლი აქვს გატანილი. თითო სტრაიკი გაქვს, ჩენჯერია. სიმ დე იონგი. არა, არასწორია, მეორე სტრაიკი. ურბი ემანუელსონი. ურბი ემანუელსონი სწორია, 5 გოლი აქვს გატანილი. სამი კაცია დარჩენილი და შემიძლია გითხრათ, რომ თითო გოლით და 2 გოლით. ცოტა იქნებოდა უკვე, ხო? ასე რომ ისევ შერას წეგან აკეთებდი ჰოლანდიელი მილანში იქნება გაარტყა. ამახსენდა. ჰოლანდიელი გაგახსენა მილანში თუ თან გოლის გამტანიც. ალბათ ექნება. თუ ეს იტყვის, მაშინ დაგჭირდება. 2 მყავს. არ მახსოვს. 2-იც? არცეთი არ მახსოვს. გავსრაიგდეთ მესამეც? არ მახსოვს. რამე მაინც გაისროლე. ჰოლანდიელი არ მახსოვს საერთოდ მეტი მილანში. ვიცი ხო ეგ, რაც გავიხსენა ეგ იყო. ჩავთვალოთ მესამე სტრაიკი დამთავრდა, მაგრამ ვინ გახსოვდა კიდევ? სტამი, დავიცი. სტამს 2 გოლი აქვს, დავითს 1 გოლი აქვს, სწორი იყო? კი ბატონო. და ერთადერთი ადამიანი დარჩა 1 გოლით. გეტყვით ბარემ. ამე მინიშნა. მარკო ვან გინკელი. გინკელი, საერთოდ არ მახსოვს. აი ეს ადამიანები დაგჭათ. საერთოდ არ მახსოვდა მილანში. ოჩა, მაგრად აიღეთ მაინც რა. კარგი იყო. ზედორფი რა, ზედორფი. ზეიდორფიც ზედორფი ძალიან გვიან გაგახსენდათ მეორე ადგილზე, მე მგონია ეგრევე იტყოდით. 1-0 ჯერჯერობით. გადავიდეთ შემდეგზე. შეკითხვა ეხება იმ მატჩს, რომლის გონებაში წაშლასაც წლებია ვცდილობდე გამახსენეთ და დამაყენეთ ცუდ ხასიათზე და მანჩესტერი. მომიშალეთ ნერვები. Queen's Park-თან ეპოქალურ მატჩში City-ს 14-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ჩამოთვალეთ ეს City-ზენები. 14 ან 11 და პლუს 3 ვინ შემოიყვანეს შეცვლაზე. მე ვიწყებ ხო? ამჯერად შენ წრე. მაგუერო. იყოს Sergio Aguero, რა თქმა უნდა სწორია. ედინ ჯეკო. კი ბატონო, შეცვლაზე შემოსულ გოლგატანილი ედინ ჯეკო. მარიო ბალოტელი. სწორია, ეგეთ შეცვლაზე შემოვიდა. რაღამი დაიწყეთ. ჯო ჰარტი. რა თქმა უნდა, ჰარტიც იდგა კარში. აი აქ მერხევან. მოიცადეთ. ჯერ რა დროსია? ვენსან კომპანი. კი ბატონო. საბალეტი. საბალეტაც ედგა გვერდზე. კომპანის. გვერდზე. აი. ნუ, იქვე, მოედანზე. კარგი. გვერდზე დგომა სხვანაირად განიხილოთ მართალია. მაგ დროს უნდა ყოფილიყო რა. ჯეიმს მილნერი. ჯეიმს მილნერი? ოპს. ნაადრევი სტრაიკი, ჩემი აზრით ჯერ არ უნდა აგეღო, მაგრამ აიღე. სამირ ნასრი. სამირ ნასრი იყო. იდგა სტარ მახსოვს. გაელ კლიში. არ ვიცი. გაელ კლიში იყო. სწორი პასუხია. ჯერჯერობით 1 სტრაიკი 0-ის წინააღმდეგ. ეს მეგონი იყო უკვე City-ში, იაიატურე. იაიატურე იყო, რა თქმა უნდა. იყო. მოდი შეცვალეს მე. ჯოლეონ ლესკოტი. ჯოლეონ ლესკოტიც იყო. 4 კაცი დარჩა. დავით სილვა. სწორია. გაძრა. გარეთ ბერი. ვაუ! გაძრა გარეთ ბერი. მომზადებული ქონდა, ხო? სწორია გარეთ ბერი. 2 კაცი დარჩა. და ჯერჯერობით 1 სტრაიკი გაქვს შენ. 2 კაცი. ოკეი. ცოტა. სარამგონია, თომგონი არ იყო. კოლაროვი. სტრაიკები გათანაბრდა. ამ შემთხვევაში დამწყები შენ ხარ. დაჩა სკამზე, კოლაროვი, მოედანზე ვერ შემოვიდა, თორე განა არ იყო. ისევ როგორც მილნერი. რისკით. ხესუს ნავასი. ხესუს ნავასი სტრაიკია. 2 სტრაიკი 1-ის წინააღმდეგ. ფერნანდინიო. არ არის სწორი პასუხი. 2 სტრაიკი 2 სტრაიკის წინააღმდეგ. თუ შენ ახლა გასტრაიკდები, დამწყები ხარ და იმან უნდა დაასრულოს თავისი, უნდა გამოიცნოს, სულად ფრე დამთავრდება თუ ვერ გამოიცნო. და იმანაც სტრაიკი აიღო. მეც დავიძაბე. ალვარო ნეგრედო.
არასწორია მესამე სტრაიკი და თუ შენ ამერიკაცთან ერთს გაიხსენებ, ამ ქულას აიღებ. თუ არა და ფრედ ამთავრდება. ორი ვარიანტი მაქვს, ორი მცველია. შემტევი ვაფშე არავინ არ მახსენდება და. მოდი. ერთი, იყოს. ზედითაც არ ყოფილიყო ცვლილებაზე რატომ გამოვიდოდა ეს თო? ცვლილებაზე არ გამოიყვანდი მაგ თამაში ამას. კაი, ჯანდაბას იყოს. არა, კოლოტურე იყოს. არასწორი პასუხია. მიკარიჩერცი მინდოდა, მაგრამ მიკარიჩერცი ორი კაცი ვერ გაიხსენეს. ეხლა რო თქვი, დასაწყისში რო თქვით, ბალოტელი შემოვიდა, ჯეკო შემოვიდა. თავდასხმელი ხომ გასულიყო, ვის გამო ხეხავდნენ სკამს? მე ბალოტელი ზედითაც მეგონა რომ იყო. ჩვენ ძირითადად მახსოვდა. ძირითადად იყო ჯეკო შემოვიდა? ვესი. კარლოს ტევესი გავიწოდა. ჩემი კარლოს ტევესი გავიდა და შემოვიდა ნეგენი. ხსენებდი ვინ იყო ნეგრედო მარტო მაგიტო ვთქვი. კი ბატონო, და კიდევ ერთი ადამიანი შემოვიდა, რომელმაც შეცვალა უკვე თქვენს მიერ ნახსენები ია ტურე. შემტევი ნახევარმცველი ვინმე სავარაუდოდ. ნაიჯელ დე იონგი. აუ ბიჭო, დე იონგი გამახსენდა, რატო არ თქვითო? ფერნანდინიო რო თქვი, დე იონგი რატო შემოვიდა? ფერნანდინიო რო თქვი, დე იონგი მინდოდა რომ მე თქვა კი არა, დე იონგს რო ფიქრობდი. აუ. ფრემორჩა ასეთ ვისე, მაგრად გაიწურა, ძალიან მაგრად, მაგრამ აი თამაში გადაურჩი. ტევესი არ უნდა დაგვიწყებოდა. კეთილი, 1-0 დარჩა და გვჭირდება მესამე შეკითხვა. აუ მე თქვა ნაიჯელ დე იონგი რა. შეკითხვა მესამე. კვარას გარდა საფრანგეთის ლიგა 1-ში კიდევ 8 ქართველს უთამაშია. გაიხსენეთ ეს ფეხბურთელები. აი მიქაუტაძე ზურიკო. მიქაუტაძე სწორია, ზურიკო დავითაშვილი. რა თქმა უნდა, ვიცოდი, მაგრამ მაინც გათქმევდი. სწორია. ახლა წავიდა ტაქტიკები. მე კი ეს ვიცი, მაგრამ მოწინააღმდეგეს რა ეცოდინება ის ხო არ გამოვურიცხოვო. ესეთი ფიქრებით რეალებს ეკათქვენს თავში. დაახლოებით. ციტაიშვილი. კი ბატონო, გიორგი ციტაიშვილი, სწორია. გიაგურული. გიაგურული. აჰა. აბუაშვილი. აბუაშვილი სწორია, შეახლები მოითავე. 3 დარჩა. აქედან მერხევა. 3-დან 1 ადვილია ჩემი აზრით. ეს არის გაცული გაერჩი. სანაია. სტრაიკი. ლიგაურში. ახსოვს რომ თამაშია ლიგა 1-ში რა, ეგრე მახსოვს ავტომატურად. მაკარიძე. გიორგი მაკარიძე. სწორია. ლემანში. ფრისუნი მცემს. არ ვიცი სტრაიკი. კეთილი მეორე სტრაიკი. რაც მე არ მახსოვს. სტრაიკი? 2-1 სტრაიკებში? 3-1 სტრაიკი. 3-1 სტრაიკებში. პირველი რაუნდი ჩამოთვალე დასრულდა საერთო ჯამში ფრედ. მოდი ახლა გავარკვიოთ აქ რა ხდება დარჩენილებში. ჯაბა კანკავა. უიმე რეიმსი ბიჭო. რეიმში. ჯაბა კანკავა შეგეძლოთ აგეღოთ და ერთი ძალიან ისტორიული პიროვნება, საერთოდაც პირველი ლეგიონერი ქართველი 1946 წელს საფრანგეთში მოხვდა ეს კაცი. გახსოვს? მაიცა მაგაზე დაწერილი მაქვს ადრე სტატია. ჩვენს გვერდზეც ძალიან მაგარი სტატია იყო მაგაზე. ოთარ დონდუა. დონდუა. Red Star-ში. ეგ იყო და ეგ. ჩვენ გვაქვს ფრე. პირველი რაუნდის შემდეგ 0-0 ყველაფერი იწყება თავიდან, მეორე რაუნდი ბარათონი. გაბრომ გარი შემამომელი? სტრაიკიო. პელეგრინის ედე შეიძლება. გაბრო ის ტიპი არის ყოველდღერო κουიზების თამაში დაარიღლება. აი გუშინაც ოფისში თამაშობდა რაღაცებს იხსენებდა. ნერდი ტიპი არის და შესაბამისად ან ღიარ გავა ვიკიპედიაზე რო არ შევიდეს და რაღაც ახალი არ თქოს. დეპაი. ზედა. თანაბრდა. მოგითხარი გაბრომ დაიჭირა ზედოფი თქვა რომ ეგრევე სახეზე მივხვდა ზედოფ ჭაო. პრემიერ ლიგაში გაბრო არის ძალიან მაგარი, დანარჩენში ტატო მგონია უკეთესი, მაგრამ ნუ ეხლა ნახოთ, გააჩნია მართლა რა. გაბრომ ძალიან მაღალ დონეზე ის ინგლისური ფეხბურთი და მგონია რომ მან ტექნება უპირატესობა ისე როგორც შეიძლება სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთში კონდეს სტატუს გაბროსთან. აბა ყურადღება მეგობრებო, ბარათონში ვნახოთ რა მოვიდა. სანამ მეორე რაუნდს დავიწყებთ, ბარათონს შეგახსენებთ, რომ ბეტსონის თასზე ამოიტვიფრება გამარჯვებულის
სახელი და გვარი, ხოლო ჩვენი პრიზი, რომელიც დააწესა Betson Sport-მა, ეს არის Citroen C3 Aircross. შარშან მოგეხსენება Citroen-ის hatchback-ი გავათამაშეთ, წელს კი უკვე SUV ყავს გამარჯვებულისთვის, ამ კლასის ავტომობილები ყველაზე მოდური და მოთხოვნადია. C3 Aircross ვიზუალურად ეფექტური, ამავდროულად პრაქტიკული, ეკონომიურიც, ეკოლოგიურიც და შესაბამისად ევროპის ერთ-ერთი ბესტსელერი. მაგიდის დერბის გამარჯვებული, ფრანგულ მანქანას პირდაპირ Citroen ცენტრი თბილისიდან გამოიყვანს. მაშასე 0-0 მარათონი ვირჩევთ ერთ თემას. რომელმაც გინდათ ისე არჩეთ, იმიტომ რომ გამარჯვებული წინა რაუნდის არ გვაქვს. ერთიდან 5-მდე. აიღე, მე რა მე ავიდობ შემდეგ, ესე იგი. ავიცი, 3-5 რომელიმე. 3. 3? იყოს. შევთანხმდით. იყოს 3. რა შეგხვდა? ყველაზე მეტად ამის თამაში თუ ერთობი ხოლმე მარათონით. და ყველაზე ხშირად ამას ვაგებობ. იმიტომ რომ ერთობი. თო, წინა ფინალს დავიწყოთ, ფრეი ვითამაშეთ პირველი რაუნდი და მე ეს დავაგებ მარათონი. აბა, ძნელი შეგხვდათ. აუ, მაგრამ ორივესთვის ძნელი, არ ინერვიულოთ. აბა. კლუბი ძველი ლოგოთი. ფუში. ძველი ლოგოები უნდა აღიდგინოთ გონებაში თუ ყისადმე რამე გინახავთ და გახსოვთ როგორი იყო ადრე ამ კლუბის ლოგო. მარტივი არ არის ჩემი აზრით და ალბათ თქვენს დამეთანხმებით. ზოგი ლოგო ისეთია რომ მარტივად მიხვდები ალბათ და ზოგი ისეთია რომ საერთოდ გონზე ვერ მოხვალდა. ამიტომ აქაც ხა ვის გაგვიმართლებს იმაზე ვარ დამოკიდებული. დაწყების უპირატესობა აქაც გამორიცხულია, ასე რომ შეგვიძლია მოვემზადოთ. დავიწყოთ. ნომერი მითხარით ხოლმე? ნომერი 3. რამე არის ისეთი რომ აი ჩაეჭიდო? არ ვიცი. რავი. მგონი არ ქართული მგონია. ეს საკემომწოს. კაი მეც თუ არ იცნობ, ან თქვი რამე იქნება გაარტყა. რუსთავის კორტ, არ ვიცი. აჰა, შენ. ასე არო. ოდესეთი გერბი მე არ მინახავს. ფერებიც ახლა რავი ბურკინა ფასო ხო არ იქნება და ერთ-ერთი ლომის გამო ბოლნისის სიონს ვიტყვი. ორივე ქართული გადაწყვიტეთ. ნუ ახლა გაბრუნ ახლა გადაწყვიტა ქართული მეც დაუჯერო ქართულია. ის უფრთო ლომი არის. ოკეი. ეს იყო ვენეცია. რა? ვენეცია. სანამ მიხტარი ყავით ახლა უბრალოდ ნოქცოვნოდათ. აიღებს. აიღებს? არ არსებობს ეს სახე. ვამხნევებ. არ არსებობს რომ ესავე. ძალიან ვიწვალებთ მე მგონი. ალიტი ხადი, არა, გადაეცი. შტუტგარტ. დიახ, შტუტგარტია, აიღო. შტუტგარტს აქვს. ეგ აქვს, დღესაც აქვს ეგ ხომ ფრაგმენტი. ფერები ვაფშე სხვა არის ბიჭო. ერთი ქულა. დაგამშვიდო, თუ ვერ აიღებ წაგართმევს ეგრევე. ნუ ჩემი აზრით. განაწერე გიგონოს. ვინ ხარ შენ? თანდრო? თან დრო და იყოს არ ვიცი. ჰელას ვერონა, არ ვიცი. ინებეთ? ეს ქართული უნდია. რატო? ვიცი რომ ქართული უნდა ნანახი მაგას ის ემბლემაგაც. ოღონდ ვერ ვიხსენებ, ორიდან ერთი ვარიანტი მაქვს და არ მახსოვს ზუსტად რომელია. მეორე კაცი ხარ თქვი ორივე. ისე. მე არ განახმე რა თქმა უნდა. ანუ მინიშნებისთვის იმისთვის აღარ იქნება. ერთი ან დინამო თბილისია და მეორე მრეტები. აირჩი ერთ-ერთი. დინამო თბილისი. მაგ დროს რა ერქვა? იბერი. ნუ იგივეა, ორი შემთხვევაში ჩაგეთვლებოდა პასუხი. სწორი პასუხია. აჩემერობა, ხო? ეხლა ის მასეც ვენება გვეჯველის. ეს 6 რო ესე წერია ზემოთ. ეს უნდა ვივარავდო რომ ლოგოც ესეთი ანუ თავი ზემოთ აქვს, ქვედა ქვემოთ არის, ხო? ანუ ვიშალე ხო? იმიტომ რომ ნუ ეს რა არის? ზურგი შეგიძლია ნახო და სწორად იქნება დაბეჭდილი. ნახე, აი, ზურგზე დერბი ეს. ხო და ანუ საერთოდ რა ხდება, ვერც ხვდები საერთოდ ეს რა არის? ლიცი იუნაიტედ. რატო ალიცი? ლუ და უარი და ეგ არის. ლიცია. ლიცია. მართალი იყავი ზაგართმევდა ეგრევე. ჩემი კაი. просто ასოები წავიკითხე რა. საკმაოდ ძველია ეგ. ეთყობა. უფრო ძველი ვიდრე მაგალითად ლიცი იყო.
ნავიც ჰერტა არ ვიცი. არა, ჰერტა არ არის ინებე. წამყვანი გუნდის ლოგო არის რომელიღაც ის რა. ვერა? არ ვიცი, სანდრო. სან ლორენსო, არ ვიცი. არ არის სწორი. ეს ვინ არის? ვინ არის კერა და მოხუცი ხო არის აქ მოხუცი კაცი? ნუ, მოდი დავარქვათ რომ არის პენსიონერი. პენსიონერები ვის ნიკნეიმი იყო ადრე? ჩელსი? Yes. Chelsea იყო ეს. დარჩა ჩემთან. ერთადერთი გუნდი რომელიც რო ავიღეთ დავხედეთ ეს გუნდი არის თქო ვიფიქრე მაგაზე? ხო მაგრამ არ იქნება ეს გუნდი შეიძლება სხვა გუნდია მაგრამ მე რაც ვიფიქრე ძალიან გავს იმის ფერებს ეხლა სხვა სიტყვის და რაც აი ვიფიქრე ის რაც ვიფიქრე იმას ვიტყვი ნაციონალი არ არის სწორი გადაეცი ის იქნება რაც მე გონი უეჭვი ძალიან გავს ნაციონალი ბიჭო ხო მაგას გავს და კიდე ერთის ფერებს გავს მან დედა მაგრამ დავიჯერო ეგ არის არ იქნება ეგ შენ მაინც შეგიძლია იმსჯელო მეორე კაცი ხარ ამის საპორტო გუნდზე უნდა წავიდე რომელიმეზე და ეხა ინგლისში ერთი ვარიანტი მაქვს ეგეთი რა შეიძლება იყოს საუთემპტონი ჰოლანდიიდან ანტვერპენი ჰამბურგი ხო არა ჰამბურგი არ არის ჰანზა არის მე მგონი ბიჭო როსტოკი ჰანზა როსტოკი არა არის ჰანზას გავს მანჩესტერ სიტი ამას აბა პარი სენ-ჟერმენი აუ რა დაავტო არ ვიცი აი ნომერი 2 ეს იქნება ატალანტა სწორია მიითვალე არა და საკმაოდ ძველია ეგეც 2-2 თანაბრად ვართ ვერა თანდრო ატლეტიკო არ არის სწორი მე მგონი აიღებს ვერ გამხნევდი მე მგონი აიღებს მეთქი შენზე თუ ვერა ის ბილბაო არა არა რატო ირბინეთ და კლასი და არის მაგას კითხულობდით აბა ამ გუნდის ძველ სტადიონს ამშვენებდა ეს არის არსენალი ხო იმე ის ხონდა გარედან ხო არა შანსი პალერმო ეგრევე პალერმო სწორია მიითვალე 3-2 ტატო გაგასტრეს დიახ გამასწრეს ლილი კი სწორია ოჩა წამოვიდა კარგები ზაღლები ხო არ გაშიდებ მაგრამ წაგართმევს არ გამაზო ორი ვარიანტია და ვერტყვი ერთ რივერ პლეიტი მეორე რა იყო აიაქსი რატო ვთქვი მეორე არა სწორია იმიტომ გათქმევინე რითი აიღო სტადიონის შეიპი ხო აიღებდი ფორმა ეს ხაზი რავი ბევრი ის კი ბატონო ნიუკასლი სწორია ნიუკასლი აი კარგები მიეყარა რაღაც კი ბატონო ინტერი 4-4 და ეგ ინტერია სწორია 5-4 ლადე გამეღონეთ სად იყავით აქამდე ხალხო სად იყო ეს არის ლოკომოტივი ლოკომოტივის სწორი პასუხია ჩვენ გვაქვს 5-5 თანაბარი ანგარიში და 2 ბარათი მაინც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ რომ დაძაბულობა დიდია წავიდა შენჯერია მოდი გაი ეხლა უნდა გავიხსენო ეს არის აჩი მილან რა თქვი აჩი მილან მილანი სწორია ხო თუ აიღებ რეა აუ მეორე რაუნდის ფრე მე მგონი ეგეთი რამე არ მახსოვდება გაჭირდა ნახე რამდენიმე წამი გავხსო ხელ ჩასაჭიდი რამე მაინც იპოვო ინტერი და მილანი რომელიც მაინც ამებოდო შენს ბოლო 2 თუ 3 არა ხო ზედ მიაწყე არ ვიცი იყოს დორტმუნდის ბორუსია დორტმუნდის ბორუსია იყოს რატო რის გამო თქვი ეგა ფერები რა მარტო ფერი იყოს ხელ ჩასჭიდი მეტი არაფერი სწორია სწორია 70-იან წლებში ქონდათ აი ეს ლოგო დორტმუნდის ბორუსიას ადაო მართლა დიახ ესეთი ამე ყოფილა პირველი ორი მეორეც ფრედამთავრდა მეგობრე 2 რაუნდი ვითამაშეთ და ანგარიში არის 0-0 იმენა კატენაჩო სერიოზული ოჩა კარგი თამაშია კარგი გადავინაცვლოთ შემდეგ ეტაპზე
და მოვემზადოთ გრძელი მარათონული და ძალიან ბევრის გადამწყვეტი ტურისთვის. ეს არის პაპა კარლოს 5. აუჯერებელი პირველი ორი რაუნდი იყო და არ გამოვრიცხავ რომ აქ უფრო კარგი თამაში იყო ვიდრე იქ. კოლუმბიურში კლუბ ამერიკა არა კრიჩკარამ გაიხსენე ჰანზა როსტოკის გერბი. აი გამოიწეს. ხარა მაინტერესებს. ანდრო. ნაგლი არის, თვითონ ვაციოს აწევოდა და ეხა ჩემზე რა თქმა უნდა, ვაციოს ვაწვებოდა. ნაგლი არის. რამდენ ლოგოს აიღებდი ამ მარათონი? აუ ეგრე არ დამიწვლია, მაგრამ აი ლაციო გვეგონა რომ ავიღე და ძალიან კლოუნები გამოჩნდებით თუ ხმა ისმოდა, იმიტომ რომ მეც თქვენს გვერდით ვიღავი. ვაციო ხო არ. ეს ქართული უნდია. ეგეთი კარტა დინახია. ბიჭო, სერგეი ველიგოვიჩს ავიცაც ეცვა, იმობიოიცაც ეცვა, აი გაყოლება ქონდა. წესით ეგრე. აირჩიე ერთ-ერთი. დინამო თბილისი. მაგ დროს რა ერქვა? იბერი. სწორი პასუხია. აბა კარლოსი ძალიან ვისიამოვნებდი და მე ჩემი საყვარელი რაუნდი იმედია იქნება, ხო? ანუ 1-0 ვინც არ უნდა გავიდეს წინ? კი, გამარჯობა ჩემი სახელის ველოდები, იმიტომ რომ ყველაზე მეტად სიამოვნებას მაგით ვიღებ. მე მაინტერესებს საქართველოში ქართულ სივრცეში გერმანული ფეხბურთის ყველაზე გამორჩეულმა ცოდნემ რამდენ წამში აიღო დორტმუნდის ლოგო ბოლობარად. ძალიან სწრაფად ვერ ავიღე, მაგრამ ლომი არ მახსოვდა საერთოდ, მაგრამ ე და ვ რო დავინახე, აი მანდ მივხვდი რომ იყო დორტმუნდი. ევუ იყო დორტმუნდში. დასახელებაში. ბაშკულ ფერაინი ბორუსია, დორტმუნდ ევუ რაღაცა. არ ვიცი, იყოს დორტმუნდის ბორუსია. სწორია! სწორია! პაპა კარლო როგორ წავა? ძალიან მაგას. პაპა კარლო ყველაზე მაგრამ მიყვარს და რა ვიცი, ყველა საინტერესო საყურებელი ეგ რაუნდია და დაძაბული იქნება უეჭველი. აქ ვინიგებს? აქ ყველა ვიგებთ. მე მგონი, იმიტომ რომ აქ უფრო აქ არანაკლები თამაში მიდის. პირველი 2 რაუნდის შემდეგ ანგარიში არ გახსნილა 0-0 პაპა კარლოს 5. იმედია, რომელიმე თქვენგანისთვის ერთი ქულის მომტანი იქნება. კიდევ ერთხელ გამხნევებთ ჩემი დიდი მხარდაჭერა ორივეს და პატივისცემა და დავიწყოთ. Let's go. მოდი გადავხედოთ რა გვაქვს თემები პაპა კარლოს 5-ში დღეს და თუ რომელიმე განმარტებას საჭიროებს განმარტოთ. დიდი მწვრთნელები ჩვენი ნაკრების თამაშებზე. კონკურენტ გუნდებში გადასვლის ისტორიები, Johnny B. Good, ჯონიზე, ქვეყნის სახელი ფეხბურთელის გვარში, ნერვიულობა მუნდიალის საგზურისთვის 1998, 45 წლის UEFA-ს თანამშრომელი ნიონიდან, გედი, ბატი და წერო. უტევს 3 მარკო, გირუს soulmate-ები. აქ იგულისხმება ისევე როგორც გირუ იყო ოსერში, ასევე მწვრთნელები დიდი ხანი ერთ გუნდში. და ბოლოს კრისტიანო ლუკარელის თავგადასავალი. დავიწყოთ. ეხლა უნდა მეთქვა წინა რაუნდის გამარჯვებული მეთქი, მაგრამ წინა 2 რაუნდის გამარჯვებულიც არ ყავს და რაც გინდათ ის გედით. აი ჯეირანი რა ვიცი ის. მოდი. ოპა. გაკრა მე ფავორიტი თემა? კი. თქობა? ფავორიტები იწყე. ქვეყნის სახელი ფეხბურთელის გვარში. ქვეყნის სახელი ფეხბურთელის გვარში. ვცადოთ პირველი შეკითხვა ამ პაკეტიდან ასესია. 2 იცი? არც ერთი არ იქნება მაგორიდან. უეჭველი იქნება ორი. კარგი, ვნახოთ. ფრანკო დღეს ტორინოს ფეხბურთელია. აი, რინუსი კი 70-იანი წლების ფეინორდის ლეგენდა გახლავთ, რომელსაც 1974 წლის მუნდიალზე ვერცხლი აქვს მიღებული. ისრაელი. სწორი პასუხია. ისრაელი სწორი პასუხია. ფრანკო ისრაელი არ ვიცი ვინ არის. მე კარეა სპორტინგში იყო. ურუგვაი. ხაზარია. უტევს 3 მარკო აბა. უტევს 3 მარკო. ვარიანტი მქონდა. მინიმუმ ერთი მინიშნება გაქვს რომ მარკო არა. ეგ იყო შენი ერთ-ერთი ვერსია თუ არა? რა. წეღარო და ორი დამჭა. ისე თქვა რომ არის ორი დარჩა. კარგი. მამა ბასკი ხავს. დედა ნიდერლანდელი, რომელმაც იყო ჩაღა დედამ. და შვილს ვან ბასტენის სახელი დაარქვა. დღეს ფენერბახჩეშია, მაგრამ მარკო ვან ბასტენს ჩემპიონთა ლიგის თასებით 2022 წელს უკვე გადაასწრო ამ მარკომ. ვინ მარკო? საკმაოდ ბევრი ინფორმაცია. ახ იცის.
დრო. დრო. არ ვიცი, იოვიჩი. ასენსიო. ხო, აღარ ჩავთ. სწორი პასუხი, მარკო ასენსიო იყო სწორი პასუხი. მithვალე. კაი, იყოს პირველი ართმეული ქულაც ნახეთ. ის სახელები რა ის. რეალის ფეხბურთელი ვერ გავიხსენე. დავუბრუნდეთ ისევ ქვეყნის სახელს ფეხბურთელის გვარში. ყურადღებით მოусმინეთ ორივე შეკითხვის ფორმულირებას. ამ რუმინელს 2 ევრო და 2 მუნდიალი აქვს ნათამაშები, თუმცა აქედან არც ერთი მეზობელი ქვეყნის ფორმით. სახელი და გვარი უნდა თქვა. დრო. პიორა მოლდოვანი. სწორი პასუხია. საპირისპიროდ ართმეული ქულაც ვნახეთ. დავამთავროთ აბა. დავამთავროთ? ხო. დავამთავროთ. შეკითხვა. ამ ბრაზილმა 1982 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 2 მატჩი ითამაშა და მაინც და მაინც ბრაზილიასთან შეხვედრაში მოედანზე არ იყო. რომელ ნაკრებს ახლდა ეს ბრაზილი მსოფლიოს ჩემპიონატზე? ნაკრებია სათქმელი. შოტლანდია. სწორი პასუხია. ალან ბრაზილი. მორჩით, ეს დავასრულეთ. ბრაზილი ვიცოდი რომ იქნებოდა ერთ. მე კიდევ ვფიქრობდი იცი ვაფშე პიზდაციით რა. ძმები რო იყვნენ ფილიპინები გახსოვს? სად იყვნენ? ლაციოში თამაშობდნენ. ძმები ფილიპინები. მართლა, ეგეთი ვიდეო. იყვნენ კი. გავიხსენებდი მაგათ არსებობას. თან ფილიპინები. ფილიპინები იყოს მანდ. იყოს. უტევს 3 მარკო. ასენსიოს დედავატირე რა. რა გინდა 2-2 სახართ? ო, მაგრამ ჩემი კითხვა იყო. მეორე შეკითხვა. მოლდოვანს სახელს მაინც ვერ გავიხსენებდი. შეკითხვა. ეს მარკო თავის პრაიმში იყო, როდესაც გუნდში ჟორჟ ვეა და რობერტო ბაჯო მოუყვანეს. ხო და თავის ფორმის ახალ პიკს საბოლოოდ საფრანგეთში მიაგნო. ვინ იყო ეს? დრო. მაგიტო ავიღე წერან ეგ პაკეტი ამ კაცის გამოვავიღე. მართლა? მარკო სიმონე. სწორი პასუხია. კაი, დავამთავროთ აბა. უტევს 3 მარკო დავამთავროთ? ბოლო შეკითხვა. ასენსიო აღარ იქნება. არმას ამ მარკოსთვის რბოლა 2002 წელს 7 მილიონ ევროდ იუვენტუსმა მოიგო. ნაკრებში ტრაპატონი ენდობოდა, მაგრამ უფრო კარიერის ბოლო წლებში ბოლონიაში კარგი სეზონებით გვახსოვს ჩავთო თუ არ ჩავთო. დივაიო. მარკო დივაიო სწორი პასუხია. გირუს soulmate-ები იყოს. გირუს soulmate-ები. ვაფშე აი კონზერვამი შეიძლება იყოს თო. soulmate-ები როგორ თარგმნოთ ქართულად? სულიერი ძმები? ხო, ალბათ. ბუდუმ ალბათ იცის, რომ ამ კაცისთვის ჰაიდენჰაიმი ყველაფერია. სწორედ ამ ქალაქში დაიბადა და 2007 წლიდან ცდილობს მისი გაწვრთნილი კლუბი მთელ მსოფლიოს გააცნოს, რაც ცუდად არ გამოსდის. არ მახსოვს გვარი. კაცია სავა, 10 წამი გაქვს მაგისტვის. ვიცი რომ იცი. 10 წამი, გაიხსენე გვარი. არ მახსოვს არა. მე მეგონი ერთადერთია ეგაც ვიცოდი. რაც იცოდი? თუ ხვები არ ერთადერთი კაცი ვინც გამახსენდა ამას. არა მოაგდო? გვარი არ მახსოვს. ვერანაირად ვერ ამოაგდო, შენთან ამოაგდებს? შმიტი. შმიტი? ხო, ესე მოხლი. სწორი პასუხია. სხვა დავტოვო. გირუ. ბიჭო, არ ვიცი სხვა ვინ შეიძლება იყოს. ამის ის მქონდა და მაშინ აირჩი. ეს იქნება, არ იქნება. ვინ არის დიდი ხანი გუნდებში ეს ვერ ვიხსენ. ლუკარელის დედავატი. მარკოები ამოწურე ჯონი, არა ჯონის როტენი მახსენდება და ჯონი როტენი მომღერალია. კაი, მოდი იყოს კონკურენტ გუნდებში გადასვლის ისტორიები აბა. კარგი შეკითხვა. ვიცი რას ციტყვი აღართ. ირაკლი ნემსაძე და მიშა ლაზიშვილი საქართველოში ალბათ პირველი საფეხბურთო აგენტები არიან. მათ მიერ გაჭრილმა ტრანსფერმა კონკურენტი დაასუსტა და დინამო საჩემპიონო გუნდად შეკრა. ვის ტრანსფერზეა საუბარი? 10 წამში უნდა მითხრა. ფეხბურთელი უნდა გითხრა? ხო აბა.
დრო. სლავა მეტროველი. სწორია. ტორპედოდან გადმოიყვანეს და ტორპედოს მოუგო მერე. აი კაცო. ის იყოს ჯონი. მნიშვნელოვანი მატჩი. მაგითი მივედი ძორი. ჯონი be good. ჯონი be good. კი არ ვიცი ნემსაძე დელაჟიშვილი. მივხვდი რომ ეგ იქნებოდა. ჯონი be good. აქ ჯონია პასუხი აუცილებლად ხო ჯონი ქვია. დიახ. ეს ჯონი ჯერ ვალენსიაში კემპესის გუნდელი იყო, შემდეგ სენტეტიენში პლატინისთან ერთად გაქონდა. მაგრამ ჩვენ უფრო სოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი 7 გოლით გვახსოვს, რა პერიოდშიც ზედიზედ 2 მუნდიალის ფინალის თამაშიც მოასწრო. ყურადღებით ბევრი ინფორმაციაა და 10 წამი გაქვს კიდევ ერთხელ გადასაფიქრებელი. ჯონი იმას მეგონი ჯონი რეპი. კი, ჯონი რეპი. სწორია. მოდი იყო საბაისო კონკურენტ გუნდში. კონკურენტ გუნდებში გადასვლის ისტორიები. შეკითხვა. დორტმუნდში გატარებულ 2 სპელს და მოგებულ 8 ტიტულს ბორუსიას ამ აიქონისთვის ხელი არ შეუშლია იმაში, რომ 2000 წელს შალკეში გადასულიყო, სადაც მის სადებიუტო სეზონში შალკეს ისტორიული პირველ ჩემპიონობამდე სულ რამდენიმე წუთი დააყდა. ანდი მიოლერი, ანდრეას მიოლერი. სწორი პასუხია, მიითვალე ქულა. ხო. ამას დავაბრუნებ. ჯონი იყოს ისე რომ კონკურენტ გუნდებში ამას ჩავდე პარკინგში. მეორე ვარიანტი რა იყო, რა ქონდა? ხუმელზე ვიფიქრე თავიდან, მე მივხვდი შალკე რო ახსენე ანდი მიოლერი. ჯონი ჯანელიძე. ჯონი ჯანელიძე იმ კლუბის მწვრთნელი იყო, რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის ისტორიული გახსნითი მატჩი 1990 წლის 30 მარტს თბილისის იბერიას დინამო სტადიონზე მოუგო. იცი ეს ვარიანტი არ არის, სანსი არა. ყველა იცინი. კაი, ჯონი ჯანელიძე დაივიწყდა, არჩენი ხო იცი? კოლხეთია რო. ფოთის კოლხეთის სწორია, ეგ გუნდი იყო. ჯონი ჯანელიძეზე ისეთი სტრესი მიიღო, რომ აღარ ფიქრობდა. კიდე კაი წავიკითხე ვაფშე. აღარ მისმენი ხო მე და რატომაც მახსოვდა რომ ჯონი ჯანელიძე კიდე იმაში იყო, მაგრამ მეშლება აშკარ მერანში, მაგრამ არის. ჯანი ბიგუჩი კიდე ერთი კითხვა. იყოს კონკურენტი დავანთავროთ. კარგი, კონკურენტ გუნდებში გადასვლის ისტორიები ვნახოთ თუ აიღებ მესამესაც ორივე აიღე ხო აქედან? ხო, შედარებით მარტივები იყო და შევერთული იყოს. აჰა, შენ რთული. არ ვიცი რთულია. 1999 წლის 10 ივლისს საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი უკავშირდება, როდესაც რეინჯერსმა კლუბის სატრანსფერო დოგმას გადაუხვია და პირველად დეკადების შემდეგ საჯაროდ გამოხატული კათოლიკე დაიმატა, რომელიც თან სელტიკის ყოფილი მოთამაშე იყო. აბა ვინ იყო ეგ კაცი? არ მახსოვს, ვაფშე არ მახსოვს ვინ იყო. დრო? ალი მაკოისტი. ერთი წამი? უნდა მახსოვდეს, უნდა ვიცოდე, მაგრამ არ მახსოვს. არა. არის ბოიდი არ ვიცი. არა. გრემ სუნესმა ჩაიდინა, არა, გრემ სუნეს კი არ არის პასუხი კაცო. გრემ სუნესმა ქნა ეს საქმე რომ დაარღვია ეს ამბავი და ეს ტრანსფერი გააკეთა. ვინ იყო გარე არ მახსოვს. მო ჯონსტონი. არა, სანსი არა. არ გასწორდა? სხვა ჯონსტონი. ჯონსტონი სხვა ვიცი. ძალიან მაგრა ითამაშა რეინჯერსში. ალელუია, ერთი შეკითხვა ჩემთან დარჩა, მადლობა. პირველია რომელიც ამოვწუროთ ჯონი მოდიება. კარგი შეკითხვა. ეს ჯონი ბასპი ბეიბი იყო. ბასპი ბეიბები ხო იცით? გიგათ რა თქმა უნდა. მაგრამ ბასპიმ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც ის გუნდიდან გააგდო. საბედისწერო იმიტომ, რომ დონ რივიმ ის თავისი ეპოქალური ბინძური ლიდსი მერე ამ აირიშმენის და ბილი ბრემნერის გარშემო აწყო. ჯონ ჯაილსი. Yes! სწორი პასუხია, ჯაილსი. 7-5 გვაქვს ანგარიში და გადავხედოთ რა ხდება, რა დაგვრჩა აქ. გირუს სოულმეიტები გვაქვს, კრისტიანო ლუკარელის თავგადასავალს რას ერჩით? არ მესმის, მაგრამ არეკარებით დიდი მწვრთნელები ჩვენი ნაკრების თამაშებზე. აქაც ძალიან კარგი კითხვებია. ნერვიულობა მუნდიალის საგზურისთვის 1998, 45 წლის UEFA-ს თანამშრომელი ნიონიდან გედი, ბატი და წერო. ეს დაგვრჩა. ძირითადად მიაჭიჭინდით, როგორც იტყვიან ხოლმე, ერთ დეგიო პაკეტისა და მაგრამ მოწყურეთ 4 პაკეტის ზედისად. 45 წლის UEFA-ს თანამშრომელი ნიონიდან არის ნაკრებზეა კითხვა აუცილებლად? ევროპულ ნაკრებებზეა შეკითხვა. აი მოვიტანა ბან იყოს. იყოს. ო, ნახოთ აბა. ვაუ, ამას ყველაზე ნაკლები კონკრეტიკა აქვს სხვებთან შედარებით და რაღაც ერჩია, მაგრამ კონკრეტიკა ის მაინც არ ნაკრებია პასუხი.
კარგი ბატონო. აშა ნაკლები არ იყოს პასუხი, ხო? პირველი შეკითხვა. ალბათ ფიქრობ, რომ ეს 80 წლის მოხუცი პენსიაზე გავიდა. მაგრამ არა. დღემდე ხოძეა და რუმინეთის ნაკრებს წრთნის. მუჩესკუ ალბათ. სწორი პასუხია. მარტივი შეკითხვა იყო. აი, წავიღებ მაშინ. კარგი, ტოვებ. მარკო როსი იტალიაში არავინ იყო. მაგრამ ბოლო 7 წელია იმ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წრთნის, რომლის გაყვანაც ბოლო 2 ევროპის ჩემპიონატზე შეძლო სამჯერ დაასახელეს ამ ქვეყნის საუკეთესო მწვრთნელად და 2023 წელს საპატიო მოქალაქეობაც მიიღო. ჩართო? კი, ჩართე. იმიტომ რომ ის არ იყო ეხა უცებრად გამახსენდა. დრო. უნგრეთი? კი, ეგ. ეგ არის მითვალე. რატო შეგეპარაჯი მეორე? თავიდან ალბანეთს ვფიქრობ მე გამახსენდა სილვინიო იყო. გავიკე. დავამთავროთ? დავე. წავიდა. აღმოსავლეთით მდებარე UEFA-ს წევრი ამ სახელმწიფოს ნაკრებში სხვადასხვა დროს უთამაშიათ ხოსე ბილიბიოს, ნორბერტო ბრიასკოს და გრანტ ლეონ რანოსს. სომხეთი. სწორი პასუხია, მე-9 ქულა იყო. ამ პაკეტს თუნდა დაგვეწყო. თურმე. მე აგინდა ყველაფერი ავიღეთ ერთი კითხვის გარდა. აი გედი ბატი და წერო იყოს ის ძალა. იყოს გედი, ბატი და წერო. შეიცადე არ წაგართვას, თორემ დამთავრდება ეს რაუნდი. შეიცადე კაია. ხო. ნიდერლანდების ამ ორგზის ჩემპიონის ლოგოზე წეროა გამოსახული და ამ კლუბს თუ ვერ გაიხსენებ, ტრიბუნალზე შევხვდებით. 10 წამი ტრიბუნალამდე. სად უნდა იყოს მაგ ტრიბუნალი? დენჰაგი. ეგ არის. სწორი პასუხია მითვალე. გადახედით თემებს და ქვი, არავინ გაჩქარებს. ყველაზე მოდი მეტად დიდი მწვრთნელები ჩვენი ნაკრების თამაშებზე აბა. დიდი მწვრთნელებზე ეკრება დაკოს. მაინტერესებს რა არის იყოს. ვერ ხვდები რა შეიძლება იყოს. დიდი მწვრთნელები. ყურადღებით, საკმაოდ ბევრი ინფორმაცია, დიდი კითხვა. 1996 წლის 2 სექტემბერს ეს კაცი საქართველოს ნაკრების თამაშს ულევოლზე დაესწრო. რადგან ამ მატჩამდე ერთი თვით ადრე ჩვენი მეტოქე გუნდის 2 ფეხბურთელი დაიმატა, რომელთა ხარისხში დასარწმუნებლადაც მათ ოსლოში ჩამოაკითხა. ვინ იყო ეს კაცი? ბევრი ინფორმაცია 10 წამი გაქვს. ერთი ვარიანტი მაქვს მარტო. ერთი ვარიანტი გაქვს მარტო, მაშინ მითხრა რაღაც. სერ ალექს ფერგიუსონი. სერ ალექს ფერგიუსონი იფიქრა. და ვის დააკვირდა? ალბათ ჰენინგბერგს და იონსენს, ან ჰენინგბერგს და სულშერს, ან იონსენს და სულშერს. იონსენს და სულშერს, სწორი პასუხია. მე-10 ქულა მოგიტანა ამ შეკითხვამ. სწორი პასუხია 1-0 გახდა საერთო ანგარიში და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ფრეები აღარ არის. ფრე აღარ გვაქვს. გამარჯობა, ჩემი სახელია. მე-4 რაუნდი დავიწყო. ქართული ყოღარი წეს. დინამო დაასუსტა და კონკურენტი გააძლიერა. დინამო დაასუსტა თუ პირი? დინამო დაასუსტა. ეუნები დინამო. სლავა მეტროველი. არა, რა სლავა მეტროველი. ისო მაგას ავიღებდი ტატო. სიმონი. ძალიან ცნობილი არის. მესამე რაუნდში, როგორც იქნა, გვეღირსა და გაიხსნა ანგარიში. ტატო წინ გაიჭრა, ერთი ქულით, შესაბამისად, შენ აირჩევ 1-დან 5-მდე მე-4 რაუნდისთვის თემას. გამარჯობა, ჩემი სახელია. 1-დან 5-მდე. წეგან შევდავხდით 3-ზე და ისო 3 იყოს. იყოს ისევ 3, კი ბატონო. წეგან ვერ ხვახა. მე არა. მოუშვი. მოვიდა თემა. ჩვენი სათამაშო თემა არის სლავა უკრაინი. დიდება უკრაინას. არაფერი აქ ასახსნელი არ არის. უკრაინელ ფეხბურთელებზე საუბარი. დავიწყოთ. შეგახსენებთ, რომ გამინუსებაც გვაქვს და ამიტომ ფრთხილად იყავით. სხვათა შორის. ასე იწყება პირდაპირ. 2000-იანებში პრემიერ ლიგა მოვიგე.
99-ში ვალერასთან ერთად ლიგის ფინალამდე ცოტა დაგვაკლდა. იმ დინამოს სწორედ მე ვკაპიტო. რა ვქნა ახლა მეტი ვარიანტი არ მქონდა და ოლეგ ლუჟნი. სწორია ოლეგ ლუჟნი. რატო არ დავაჭი? თავიდანვე ხო პრემიერ ლიგა მოვიგეზე. რატო არ დავაჭი? +10-0. სამწუხაროდ ინგლისის სამხრეთში ესპანურ-უკრაინული დაცვის დუო მალევე დაიშალა. გასული სეზონის მე-9 ადგილზე დასრულ ზაბარნი. ილია ზაბარნი, სწორი პასუხია. მეორე ჩვენ წაიღებ. შეკითხვა მესამე. 1994 წელს დინამოს დამწყები ფეხბურთელი ვიყავი, როცა შახტართან გასვლაზე მიხეილ ჯიშკარიანი შევცვალე. კოვიდის პერიოდში გენუის დათვალიერება მომიწია, მაგრამ სამწუხაროდ სულ ტყვილად დარჩენა არ გამოვიდა. მირანჩუკი. -10. აუი, რა ვთქვი? აური. ვასრულებ შეკითხვას. არა. ჩემ გვარზე გაადვილდა. ყველა სტარასი ახსენდებოდა, სანამ მე ლიგაზე არ გამოვანათე. კარისკავ? შევჩენკო. რა თქმა უნდა. წვრთნელი იყო, რაც რატო წავედი ჯენოა წვრთნელი იყო? მოვასწრო. ევრო 2020-ზე ნიდერლანდებს ულამაზესი გოლი გავუტანე. ჩემგან ყველა მეტსეულოდა, თუმცა კარგად ვერც ბორუსიაში და ვერც ვესტჰემში ვიტამაშე. იარმოლენკო ბიჭო თავიდანვე თქვი რა. ამას დაგიდეთ, მაგრამ მინუსი გაგიბათილდა ვალებიდან ამოხვედი და ესე იქნება. თავიდანვე იარმოლენკო და 30-0. დინამოს და შახტარის ვარსკვლავებისგან განსხვავებით მე დნიპროს კაცი ვარ. ანდალუსიაში ჩემი კარგი კონოპლიანკა. Yes, კონოპლიანკა. ესე უნდა იყოს. იყოს ეგრე და ამას დაგიდებ სწორად. აი ეს. ესეც ხომ უნდა გამოგცე. 24 სეზონი დინამოს რიგებში გავატარებ. შოვკოვსკი. შოვკოვსკი დაგასწრეს. სწორი პასუხია. ჩვენ გვაქვს 40-ით 10. ჩვენ წინ დაგვრჩა 4 ძირითადი შეკითხვა, თუ საჭირო გახდა 1 დამატებითი. შესაბამისად, მეტი შეკითხვა ვეღარ უნდა წაგართვას, ან უნდა გამინუსდეს, ნახოთ რა ხდება. კარგა ხანი, ჩემი ქვეყნის უმაღლესი ლიგის საუკეთესო თანაბომბარდირი ვიყავი. ხმაურიანის სეზონების შემდეგ დინამოში დაბრუნებამდე ინგლისი და თურქეთი მოვიარ. რომელია ხა მაგორიდან? ინგლისი და თურქეთი. Yes. იყოს რებროვი, მეგარი. მეორეს ვის ფიქრობდი? არ ვიტყვი, შეიძლება მოვიდეს. სერხი რებროვი, სწორი პასუხია. ფენერში იყო, ხო? პირობა იგივე რჩება, ყურადღებით, ტატოს მიერ აღებული, სწორად აღებული შეკითხვა თამაშში გამარჯვების ტოლფასი იქნება. შემდეგი შეკითხვა. კი, მხოლოდ ნიჭი საკმარისი არასდროსაა. ბორშჩი, ონლაინ თამაშები და ვარჯიში. ძალიან მიყვარს და ხშირადაც ვსთორავ ხოლმე. მუდრიკი. ვაუ! სწორი პასუხია. 40-30. ომის დაწყების შემდეგ არტემ ჯუბასთან ინსტაგრამზე ჩემი ომი მქონდა. წელს ჩემი გუნდი ახალ სტადიონზე გადავიდა, მაგრამ ბევრი ლიგიდან გავარდნა. ნიკოლენკო. ვიტალი მიკოლენკო, სწორი პასუხია. რა და კამბექა? მოიცადი. 40-40. სავარაუდოდ ბოლო შეკითხვა. თუმცა ორი შეკითხვა მაქვს. გადამწყვეტი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს რაუნდი ფრე არ მთავრდება. აქ ჩვენ გამარჯვებული გვეყოლება ყველა ვარიანტში. შესაძლოა პენალტებზე გავალთ, შესაძლოა საერთოდ თამაშიც დასრულდეს. ნახოთ. რა ვითამაშია ასეთი UEFA-ს თასზე? ბელანოვი. -10. მოიცა ხა მე შემიძლია გავატარო ეს და მოვიგე ხო ეს რაუნდი. შენ შეგიძლია ეს გაატარო და რაუნდი მოგებული გაქვს. დიახ, საერთო ანგარიში 1-1. რატომღაც სიჩქარე, მაგრამ სიჩქარეც საჭიროა. ლოიკაში გავყევით ოან თავიდან ბოლომდე. მაგრამ მაინც წაიკითხე რა. წაგიკითხავთ ბოლომდე. ჩემი გუნდიდან ძირითადად ბრაზილიელები მიხავთ ხოლმე, მაგრამ ესპანელებს მე მოვეწონე რატომღაც. დობი კი ბიჭო. არა. მაშინ ციგანკოვი. არა. არა, შახტარიდან უნდა იყოს, როცა მოიგეს UEFA-ს თასი.
ესპანელებმა. ესპანელებმა ჩიგრინსკი ბიჭო. დმიტრო ჩიგრინსკი ბარსელონა. ეს იყო სწორი პასუხი, მაგრამ ეს უკვე გავიარეთ. გადავდივართ გადამწყვეტ მეხუთე რაუნდზე. პენალტების სერია. გენუის დათვალიერება მომიწია, მაგრამ შევჩენკოვა. მირანჩუკი. მინუსათი. შევჩენკოვსელი. ხო, მაგი. ბევრი ლიგიდან გავარდნას. მიკოლენკო. ვიტალი მიკოლენკო სწორი პასუხია რა და კამბექა. 40-40. როგორ ფინალია, იცი? 2009-ში რო იყო მანჩესტერი ბარსა, ორი სუპერ იქით ფერგიუსონის მანჩესტერი, აქეთ გვარდიოლას ბარსა და ორი სუპერ გუნდის სუპერ ფინალი რო იყო, აი ეგეთ ფინალია და რა ვიცი, რა მინდა მოიგოს, მაგრამ რთული იქნება. პენალტებს იცავ. ეს თამაში ეს ვაფშე პენალტებს მიდი გაბრ. მაგიდის დერბის მეოთხე სეზონია, როგორი თამაში აღარ მინახავს ამ თამაშის ისტორიაში, მაგრამ ასეთი დაძაბული იშვიათად თუ მახსენდება. მეოთხე სეზონის ფინალი 1-1 4 რაუნდის შემდეგ ვიწყებთ პენალტების სერიას. სხვა რა დაგვრჩენია და მინდა გითხრათ, რომ თეორიულად ამის იქითაც ვერ წავალთ. ეს იქნება რაუნდი, სადაც გამარჯვებული გამოვიდეს. მე კი სერიის გვიტეხია. მე ბოლოს ხელის გადაწევით შეგვიძლია. ეს შეხო ვარჯიში დაიწყე ხა. არა წყობს. მაინც ვიტყვი. წესს 10 შეკითხვა გვაქვს და შემდეგ დამატებითები სანამ გამარჯვებული არ გამოვლინდება. თუ რა თქმა უნდა 10 შეკითხვაში ფრე დაჯდა. შეკითხვა პირველი. ამ კაცს სევილიაში მოგებული 3 ევროპა ლიგა არ ეხო. უნაი ემერი. არასწორი პასუხია. მინუსი არ გვაქვს, მაგრამ შეკითხვას დავამთავრებ. შენც იგივე თქვა გინდა და? არა, ეხლა სხვაზე წავალ, ფეხბურთელზე წავალ. არ ეხო, აქ გავჩერდი. და ერთი ვილიარეალის სახელითაც მოიგო. ამ კოლექციას ოლიმპიაკოსთან ერთად მოგებული კონფერენს ლიგაც მიადო და კარიერის ბოლო სეზონში მოედანზე ხშირად ქოჩორას მეწყვილეც გახლდათ. ვინ იყო ეს? ვისენტე იბორა. გაიხსენა. სწორი პასუხია. ვისენტე იბორა. კიდე კაი დამასწავლე. ერთი ნდული მეორე შეკითხვა. ექტორ რაულ კუპერის და ამ კლუბის გზები 2008 წლის მაისში გაიყო. ეს კლუბი მეორე დივიზიონში დაქვეით და უმუშევარი ექტორი კი აგვისტოში საქართველოს ნაკრებმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარადგინა. მაგრამ ჩვეგვინა კლუბი, ერთადაც გზა გაიყო. ეს არის კითხვა. ურისკო. სანტანდერის რასინგი. არასწორი პასუხია? გაქვერსია. სარაგოსა. არა, არც ეს არის სწორი პასუხი. არა. პარმა იყო ეს. სხვაგან ვიყავით. არ მახსოვდა. გუბნელები არა. და 1-0. მესამე შეკითხვა. 1998 წელს ამ ქვეყანამ სადებიუტო მუნდიალი ითამაშა, რაც მათი პროგრესის ლოგიკური გაგრძელება იყო, მაგრამ რომ არა დოქტორის და ფილემონის გოლები, შეიძლება 98-ის სადებიუტო მუნდიალი კონგოს რესპუბლიკისთვის ყოფილიყო. ანუ ის ვინ იყო? რეალურად სადებიუტო ვინ ითამაშა? კონგოს ვინ მოუგო პირდაპირ თქვათ? 98. და სამხრეთ აფრიკა. რა, სად იყავი ამდეხანს? დენივიქავესანი სამხრეთ აფრიკა ტუნისის მიტრიალები. ტუნისი ვფიქრობდი მეც ბიჭო, ტუნისი მაროკო მეთქი. ანგარიში გვაქვს 1-1. და შეკითხვა მეოთხე. ვციტირებ. ამ ტურნირიდან ცოტა ხანში დიღომში დინამოს ბაზაზე არსენალი ევერტონს ვუყურებ. რუნის შეცვლაზე შემოდის და ცხრიანში იტანს. ეს იყო ციტატა. ასე იხსენებდა ეს კაცი 2002 წლის 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ამბებს, სადაც მან 4 გოლი გაიტანა, ხოლო რუნიმ 5. გაგუა? არ არის სწორი. მეტი არ მაგკითხვა თუ გინდა სად. 2002 წელი? დიახ. 17 წლამდელები 2002-ში. დრო? არ ვიცი, სანდრო იაშვილი, არ ვიცი. გაჭირე და ისე სანდრო იაშვილი. კარგი. ჯაკობია? სწორი პასუხია. სანდრო იაშვილი. საჩამო. ისე თქვი.
ანუ ეხლა ახსოვდავთ ესეთ ესთასე ახალგაზრდა იყო, მაგრამ რანაირად დავიღე, არ ვიცი. 2-1 და მეხუთე შეკითხვა. მისი და მამამისის კარიერა არგენტინოს ხუნიორსში დაიწყო. რედონდო. სახელიც. მამამისის სახელი უნდა ვთქო თუ ამისი? არ ვიცი, კითხვა არ დავამთავრებინე. რაც გითხარ ის ფერნანდო რედონდო იყოს მამამისის სახელი. არასწორი პასუხია. ვაგრძელებ შეკითხვას. მამა ესპანეთში ტენერიფემ ჩამოიყვანა, მაგრამ რეალში ის ვალდანომ გაიყოლა. აი ჩვენი კითხვის პასუხს რეალში ალბათ ვერავინ გაიყოლებს, სანამ ელჩეში ძირითადად სკამს ხეხავს. სოს. გაქვთ პასუხი? როგორ იყო ტენერიფემ ჩამოიყვანა? მე ორჯერ ვერ წაკითხავ შეკითხვას. დიდი უპირატესობა იქნება. უნდა მოგესმენთ. თქვი. რედონდოა, ხო? სამი. არ ვიცი, არ მახსოვს სახელი. ლუსიო. არ მახსოვს სახელი, ოკეი. შვილ. არ მახსოვს ოკეი სახელი. შვილის სახელი, არც ერთი. ძალიან ცუდი ფეხბურთელია. ეს არ ნიშნავს, რომ სახელი არ უნდა იცოდე. მაიამიში იყო? ო, ინტერ მაიამიში იყო. ფედერიკო რედონდო იყო პასუხი. შენ უბრალოდ იჩქარ და მამა თქვი შვილის სახელი მაინც არ იცოდი. არა, არ ვიცოდი უბრალოდ მაგიტო. შვილის სახელი ვერ გაიხსენებდი. მამის სახელი მაგიტო თქო, შვილს ვერ ვიხსენებდი თორე. მივხვდი რაც იყო, მაგრამ კი ბატონო. რედონდო არ ჩაითვლებოდა, იმიტომ რომ ორივე იყო მართალები კითხვაში, მამაც და შვილის და კითხვა შვილზე იყო. მე-6 შეკითხვაზე გადავდივარ და 2-1 რჩება ანგარიში. სიმბას და იანგ აფრიკანსის თამაში, ანუ დარ ეს სალამის დერბი, აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაპირისპირებაა. მაგრამ რომელ ქვეყანაში ტარდება ეს მატჩი? თუ გეტყვით იმას, რომ ამ ქვეყნის ოფიციალური ენაა სუაჰილი. მინუსი არ გვაქვს, მაგრამ მაინც ერთმანეთს რომ არ გამოურიცხოთ. კამერუნი. არასწორი პასუხია. თუ რამე გამოგირიცხა და მეორე ვერსია ქონდა გამოიყენე, მაგრამ მე ეჭვება. სიმბა და იანი აფრიკანსი. განა. არა, ვერ გაარტყით. ნიგერია? სუაჰილი coast არის აღმოსავლეთი სანაპირო აფრიკის და ეს პასუხი იყო ტანზანია. მაზემბე ვიცი. 2-1 დარჩა და მე-7 შეკითხვაზე ვართ. კონგო ტანზანიაში არის ერთი კაი გუნდი ყავს. სიმბა და სიმბა და უკვე იცით. რამდენი კითხვა გავედით? მე-7 შეკითხვაზე ვართ და 2-1 დარჩა. ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტას და ნახევარი სირთულის პენალტები არ ქონია, მე მგონი არასდროს, ხო? რთული პენალტებია. ვაღიარებ, ვადასტურებ, რაც შემიძლია რომ თქვა, ყველაფერს ვამბობ. ფედერიკო რედონდო და სიმბა. მაგრამ თან ფინალია, თან თქვენი ფინალია. აი ხო. წავიდა. ყარაბაღი ზედიზედ მე-12 სეზონია უკვე ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს და ამაში უცხოელი მწვრთნელი სულაც არ დახმარებიათ. ურბან ბერდია. არასწორი პასუხია. არა. ამ საქმის სათავეში გურჯაანის ალაზანის ყოფილი ფეხბურთელი დგას, რომელიც კლუბს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. მოიც ერთი წამი. ვერ ვიხსენებ. მაგრამ მახსენდა ხა მე მგონი. 3 2 არა. 1. რამე თქვი? ურბან არ ვიცი. ურბანოვი? დია. ურბანოვი. ბერდიევი არა. გურბანოვი. ხო. გურბანოვი. ხო, ურბანოვი ხო, კი ბატონო. მაგრამ ბერდიევი ნამდვილად სხვა იყო. ის კი ჩაითვალა. ვაიმე დედა. ცუდად ვარ ხალხო. 2-1. Holy shit. ეს შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი გუს ჰიდინკის PSV Eindhoven-დან შვეიცარიის ნაკრების გუს ჰიდინკის PSV იოჰან ფოგელი. სწორი პასუხია იოჰან ფოგელი სწორი პასუხია. ანგარიში გახდა 3-1. აქ უკვე ძალიან რთულად არის საქმე იმ ხრივ რომ უკვე შეიძლება ერთი შეკითხვა გადამწყვეტი გახდეს მის მიერ აღებული შეკითხვა უკვე თამაშის დასრულებას ნიშნავს. ორივე შეკითხვა, ანუ მე-9 და მე-10 შენ უნდა იყო რომ გადაარჩინო თამაში. შემდეგი შეკითხვა მე-9. სერ ჯიმ რედკლიფის კონგლომერატი მანჩესტერ იუნაიტედის გარდა საფრანგეთში ლიცა. არასწორი პასუხია. ვაგრძელებ შეკითხვას. საფრანგეთში ნიცას ფლობს.
მაგრამ რომელ კლუბს ფლობს შვეიცარიაში თუ გვეტყვი იმას? გეტყვი რომ იქ გაბრიელ სიგუაც თამაშობს. გაბრიელ სიგუა ბაზელიდან განათხოვრებულია და სად არის განათხოვრებული რომ ახსოვდეს, აი იქნებოდა. ლოზანა. ეგა. ეგა, sorry. ლოზანა სპორტის სწორი პასუხია. 3-2. ფუშინ რატო დავარჭე? და მეათე შეკითხვა. თუ აიღებ, უკვე გადამწყვეტ კითხვებზე გადავდივართ მე. გურამ ფანჯიკიძის ფორცა იტალიაში ვკითხულობთ. ციტატა. ის და ბერტონი ესპანეთში მიმქრალი ვარსკვლავებით ბჟუტავდნენ. მისი თამაში ისეთივე ძველმოდური აღმოჩნდა, როგორც მისი გრძელი თმა. კემპესი. იქნება. პასუხი არის კემპესი. შეგითხრა იყო გითხარი რომელ ფეხბურთელს აღწერს ასე ქართველი მწერალი გურამ ფანჯიკიძე ფორცა იტალიაში აღწერს მარიო კემპესის სწორი პასუხია. თამაში დასრულდა მეოთხე სეზონის გამარჯვებული ალექსანდრე გაბრიჩიძე. ილოცავ. აბობა. მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის გამარჯვებული. გამეორდა წინა ფინალი და გაბრომ მოიგო მეორედ. თლიანობაში გათანაბრდა ჩემპიონობას გულისხმობ. ორჯერ ჩემპიონი შენ ხარ, ორჯერ შენ ხარ მაგიდის დერბის ჩემპიონი. ბეტსონის თასი საზეიმო ვითარებაში გადმოგეცემა შენ თავისი წარწერით როგორც ვამბობთ ხოლმე აი ჩემპიონების სახელები და გვარები და მასზე კიდევ ერთხელ შენი გვარი დაიწერა. გილოცავ კიდევ ერთხელ. აბობა. ეს ვიდეო აუციო ალბათ. აწევრო. და როგორც ვამბობდი ხოლმე, პრიზი ბეტსონ სპორტის მიერ დაწესებული, გამარჯვებული ახალ მანქანა Citroen თბილისის ცენტრიდან გამოიყვანს. მე მგონი მარტო ეს იყო. Citroen თბილისის ცენტრიდან გამოიყვან ახალ მანქანას. რაღაც ნაცნობი შეგრძნებაა და ხო არ ყოფილა მსგავსი რაღაც უკვე. როგორ გიკითხო? გილოცავ. ალბათ. კიდევ ერთხელ. Citroen C3 Aircross-ი, როგორც თქვით და როგორც ჩვენს მაყურებლებს სულ ეუბნებოდი, Citroen ცენტრი თბილისიდან გამარჯვებული გაიყვანს ახალ მანქანას მერქი. ეს არის Aircross-ი, ვამბობდი ხოლმე და შეგიძლია შეამოწმო შიგნიდანაც ვნახოთ როგორია. ბაბამ. მიდი აბა. შევხედოთ. რა დიდია ხო ეს? ცოტა დიდია, კი, მე აღწერილობაში ვამბობდი ხოლმე, ცოტა დიდი იყო. ვინც მონაწილეობდის, თქვენი ცოდნით დაიმსახურეთ ეს ყველაფერი და თქვენ ცოდნას აფასებს და ძალიან დიდ პატივისცემს ბეტსონ სპორტი. ამ სეზონში შენ ყველაზე მეტად დაიმსახურე. ეს არის და ეს ყველა ძალიან მაგრები ხარ. ძალიან მაგარი სეზონი გამოვიდა. მონაწილეებიც, ახლებით ჩვენს დაგვემართნენ სასიამოვნო, კაი სიურპრიზი იყო და ჩვენიერი გამოვიდა უკეთ. მე გავერთე და თან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მშვიდობაში. მადლობა. აქამდე მაგიდის დერბისში გვეგონა რომ ყველაფერი ვნახეთ და ვერაფერი ვეღარ გავაკვირვებდა. მაგრამ უცბად მეოთხე სეზონის ფინალი დაგვეცა თავზე. ნახეთ სტატოს ძალიან მაგარი თამაში. თითქოს მდგომარეობიდან გამოსული გაბრო, მაგრამ შემდეგ ისევ კამბექი, მერე 11-იანების სერია, მერე გადამწყვეტი კითხვა, ყველაფერი ისიც კი ვნახეთ რომ ველიჯანამ კითხვა ვერ დაიკითხა. ის და ბერტონი ესპანეთში მიმქრალი ვარსკვლავებით ბჟუტავდნენ. მიმქრალი ვარსკვლავებით ვითღა. კიდე ასე რა თქვი? დღისთავმა იმაზე ადრე აღნიშნა ალექსანდრე გაბრიჩიძის გამარჯვება, ვიდრე თავად ალექსანდრე გაბრიჩიძეს წარმოედგინათ. ნიცა მეგონა მე უწორი პასუხი და მათ ყველა აჭერდა და ყველა ნიცას იძახდა, არა მარტო გაბროდა. არასწორი პასუხია. ეს ხო ჩვენი გადაღებულია. მოიცა. ყველაფერი გადაღებულია. ხო, თურმე სხვა კითხვა იყო და სხვა რაღაც იყო. სხვა რომელიმე რეალობაში თუ წარმოგიდგენიათ რომ სანდრო იაშვილს
გაბრო აიღებდა. აი სხვა დღეს უბრალოდ ასეთი დღეა. მე ვთქვი კიდეც რომ მეთქე ვერ აიღებს თქო იაშულს ხო არა არ იცის ამასაც what სწორი პასუხია ლოთარ მათეუსი და სამუელ კუფური რო იყვნენ 99-ის ფინალის მერე აეგრევარ ზუსტად რა 2-2 გახდა ჩემპიონები გათანაბრდა ძალიან მაგარი ფინალი იყო ესეთ თამაშია რა მეც ერთხელ მითამაშია ეს შიდა ტურნირი რო ქონდა ესეთი ხო და აი ერთი უბრალოდ იმიტომ რომ ერთი რაღაც ბარათი ავიღე მაგითო წავაგე თამაში და დანარჩენი ყველაფერი კარგად მიდიოდა და ამან მით უმეტეს რაღაც ესეთი სამი კითხვა გაატარა რომელიც ზუსტად ვიცით რომ იცოდა ზიდანი რო გადის 6-ის ფინალში მოედნიდან და მსოფლიო ჩემპიონატის თასს რო ჩაულის მსგავსი კადრი იყო და ასეთი სენტიმენტალური კადრებით და ემოციებით გემშვიდობებით მეოთხე სეზონით და ვინ იცის მეხუთე სეზონშიც გადავეყაროთ ერთმანეთს ძალიან მაგარი ფინალი იყო 1-5 წელი დამაკლა ალბათ ცხოვრების. მოვედი იმ განწყობით რომ ამ ეს თამაში რამაც მიყვარს. ის ბოლომდე შემეგზნო და მესი ამოვნა. ეგ მიზანი შევასრულე. ცოტა დამაკლა ძალიან მოგებამდე. ძალიან ცოტაც. მაგრამ ნუ არა უშავს ხდება ხოლმე. ძალიან პატარა დისტანცია შეიძლება და ყოფილიყო სხვაობა. ეხ თამაშიო გაგრძელებულიყო კიდე შემდგომი რაუნდები, კიდე ტატო გამასწერდა, მე შეიძლება მე წამოსულიყავი წინ და ბოლოს რა მომენტში დამთავრდებოდა, მაგას გააჩვენ რაუნდები სადა მოიწურებოდა, თორე შემდეგ რაუნდს ალბათ ტატო მომიგებდა რომ ყოფილიყო, მე ისე და ასე უსასრულოდ ფოგელი რო აიღო, ძალიან მაგარი რთული კითხვა იყო რეალურად რა, ძალიან და მაგას დაშის დავკარი, იმიტომ რომ ეგეთ კითხვას რო აიღებს ვიღაც კაი შეგრძნება ასწორებს. მეგონი საუკეთესო სეზონი იყო. ძალიან მაგარი სეზონი იყო. შესარჩევიდან წამოსული ხალხი ტოპ და ვილაპარაკეთ მაგაზეც, რა ვიცი, ძალიან ძლიერი კონტინგენტი იყო. ძველებმაც არ შევირჩხვინეთ თავი. დაწუნებული ვარ მაყურებელი ყოფილი იქნება და ეხლა დაწერენ რომ ეს იყო საუკეთესო თამაში. რაც საკანე ჩატარებულა. შესაბამისად ველოდები რომ დინამიკა თუ გაგრძელდა და უნდა გაგრძელდეს, შემდეგი სეზონი უკეთესი იქნება. ისე რომ ნახოთ, მე მგონი უკეთესი სეზონი იქნება მეხუთეს. მეოთხე ეპიკური იყო და საუკეთესო აქამდე ჩატარებულა აშკარად.